ოცნების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ირაკლი კობახიძე მოხსენებით გამოვიდა. ოცნების პრემიერმა ძირითადად ეკონომიკურ მიღწევებსა და გეგმებზე, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. კობახიძემ ევროპელი პარტნიორები ქვეყნის მიმართ ერთი მხრივ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მეორე მხრივ კი თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება. ოცნების პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა, თუმცა კონკრეტული გზამკვლევით, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მზად ვართ უფრო მეტიც გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოოში ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, რომ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კობახიძემ ისაუბრა ანაკლიის სპორტის პროექტზეც, თუ ოცნების პრემიერს დაუჯერებთ, მშენებლობის პირველი ფაზა 2029 წლამდე დასრულდება და 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია სამუშაოები, ეს არის დაღრმავების და ტალღშრალების მოწყობის სამუშაოები. პირველი ფაზა, ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა. თუმცა ტემპების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, უკვე პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600,000-ზე მეტ კონტეინერს. კობახიძის დღევანდელი მოხსენებით გაირკვა, რომ თბილისის ახალი აეროპორტის აშენების ვადამ გადაიწია. მისი თქმით, ვაზიანის აეროპორტი მგზავრებს 2028 წლის ნაცვლად 2031 წლიდან მოემსახურება. ახალი აეროპორტი, რომლის აშენებაზეც ქართული ოცნება ბოლო 2 წელია საუბრობს, თბილისის გარეუბანში ვაზიანში უნდა აშენდეს. იქვე მდებარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო და ნატო საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზები, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი. აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვაზიანში, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი აეროპორტი, მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მილიონ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები არის უკვე დაწყებული, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე ჩვენ შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას, ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება. კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ქართული ოცნების დეპუტატები ოცნების პრემიერს ძირითადად აქებდნენ და მადლობებს უხდიდნენ. სხდომის ბოლოს კი პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე დღეს პარლამენტში ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა. შენობაში მედია საშუალებებიდან მხოლოდ ტელემედიის წარმომადგენლები დაუშვეს.